მოგესალმებით. ეს არხი გურჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიწყებთ სამხედრო როგორ მიხარი? სამხედრო განშტოებას. სამხედრო განშტოებას ვიწყებთ არხს და ვიწყებთ რა თქმა უნდა, ჯიპით. აგერ. ოღონდ მართლა ჯიპით ვიწყებთ. ხო, ოღონდ მართლა ჯიპით ვიწყებთ. ანუ SUV, პირველი SUV. ხო, პირველი მაღალი გამავლობის ავტომობილი თან სამხედრო აუცილებლად არხის გამოწერა დაგავიწყდით. ვიდეოს დალაიქება. თვითონ ტამიას კიტი არის, მასშტაბი არის 1.35-ზე. ხო, განსხვავებული. ხო, ანუ ავტომობილი გამოვა დაახლოებით აი ამ ხელა რა. დიდი არ იქნება. პლუს ჯარისკაცები, აი როგორც სურათზე ხატია რა. აგერ აი ახლოდან გაჩვენებთ როგორც სურათზე ხატია. მე არ მინახია პირველად. ხო. ჯარისკაცებიც მოყვება თავისი პულიმეტებით, ავტომატებით, აგერ აქ ბენზინის ისინი კანისტრები და რა ყველაფერია რა. ეს გააკეთეს ჯარისთვის თუ რა. ხო, ეს არის აი აწერია British Special Air Service Jeep. ხო, სპეციალურად სამხედრო დანაყოფებისთვის გააკეთეს. ხო, მოყვება ამას აგერ ინსტრუქცია ორ ენაზე. ერთი იაპონურად უნდა იყოს. ხო, ერთი არის აგერ იეროგლიფები, ამი არის იაპონური ბრენდი. ხო. აგერ იაპონურად არის. თქვენ უკვე იცით რომ ამი არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდი. ხო. და ეს არის ინგლისურ ენაზე. და ყველაზე მაგრამ რა მაინტერესებს. მაგას მე შენ უფრო იტყვი. ზოგი კიტი ტამიას ისეთი ხარისხიანი არ არის ხომ ეს როგორი გამოვა აი მაგას ვერ გეტყვი ჯერ სანამ აი მაგას გავხსნი ხო აი ესეთი ინსტრუქცია მოყვება სადაც დეტალურად არის აღწერილი სად რა ნაწილი უნდა დაყენდეს რა ფრათ უნდა შეიღებოს და ასე შემდეგ ხო წინასწარ რო გითხრათ ეხლა ეს ჯარის ფერებში შეიღებება რა ხო, სამხედრო ფერებში შეიღებება კი ბატონო. რამე ისეთი განსაკუთრებული გეგმაში არ არის ამანქანას. ხო. აგერ სამი განყოფილებაა, ეს ერთი. ესე იგი, თან დაყოფილი არის როგორ? აქ არის აგერ თუ გამოჩნდება კადრში. თვითონ ეს სამხედროები ნაწილებად არის დაყოფილი, ზედა ტანი, ფეხები, ხელები ცალ-ცალკე არის. აგერ პულიმეტებია, რაღაც პისტოლეტები, დანები, აგერ ქვემოთ კანისტრები და ასე შემდეგ რა. და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა შეიღებოს და აიწყოს. წებოთი უნდა დაწებდეს. ეს უკვე თვითონ კონკრეტულად მანქანის ძარა არის. აჰა. და ძარის ნაწილებია თავის რულით, ცხაურით და სულ ყველაფრით. კაპოტია აგერ ეს შასია, ეს შასი არის ძარა. ხო, ეს სალონის ნაწილი. იტოქში რა. ეს ხიდებია აგერ. ეს ამის ის არის რა. ამის ჩემი სტიქია. აქ აგერ რესორებია, ბორბლებია, თავის დისკებით. დისკებით შესაძლებია? ხო, აბა. საბურავები ცალკე ფერი უნდა იყოს, აუცილებლად შავი უნდა იყოს. თავისი კანისტრები და რა ვიცი, ყველაფერი. მოკლედ საკმაოდ შრომატევადი მუშაობა მელის წინ. ხო, და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტი გამოვა. ხო, იმედია, რომ საინტერესო პროექტი გამოგვივა ჩვენამით. ხო, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ საინტერესო რაღაცები გავაკეთოთ. ხო, თან ახლა რახან აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ ავტომობილზე. ავტომობილი დავიწყეთ, მაგიტომაც სამხედრო ავტომობილით ვიწყებთ. თორე ისე რა, რასაც კი ბორბალი და ძრავი აქვს. ხო. და არა მარტო ბორბალი, რასაც ძრავი აქვს, ყველაფერი იქნება. ხო, ნუ აი ამას რო დავამთავრებ, ხო, გეგმაში მაქვს, რომ სამხედრო თვითმფრინავები, სამხედრო გემები, ტანკები, გემები საინტერესო იქნება. ხო. აგერ ჩვენ მეგობართან ერთად ის საჩუქარი რო გაუკეთე, ზარბაზანი რო აუწყე თავისი იმებით, ხო. ის იმითი ვაფშე ის პირველი იყო. ხო, ის პირველი. ხო. და ისიც საინტერესო ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით. კი. განსხვავებული გამოვიდა რა. ხო, მოკლედ აი ესეთი გეგმა გვაქვს.
არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ მართლა იცი რა არის, ანუ თვითონ არის დაგეგმვის პროცესი საინტერესოა რა ჩემთვის. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეხლა რა გავაკეთოთ, ეხლა რა გადავიღოთ და უცბად მერე მომაფიქრდება, რომ მოდი ეს ხო არ გავაკეთო. ხო, აი ცოტა მრავალფეროვნება გვინდა შემოვიტანოთ ჩვენ არხში და რავი, იმედია მოგეწონებათ. ხო, ვიწყებთ აი ამით, ამ სამხედრო განხრით. მრავალფეროვნება, იმიტომ რომ ესეთი არხი არ არის. ხო. იქ მერე სამხედრო ავიაციის გარდა სამოქალაქო ავიაციაც იქნება აუცილებლად. მოკლედ რაც იწყობა და რაც არის, ხო? ყველაფერი გვინდა, აი კოლექციას რაც შეეხება და კოლექციონერობას. მაგიტო დაიწყო ეს არხი რა. ხო. იმიტომ რომ საქართველოში ესეთი არხი არ არის და ვიღაცას რო სურვილი გაუჩნდეს შეგროვების ან რაწყობის ან რაღაცა ას რო შემოვა აზე რო იყოს და მარტივად რომ მიხვდეს რა როგორ კეთდება და შემდეგ რა. ხო, მოკლედ რო გითხრათ რაში ღირს ფულის გადახდა რო იცოდეს რა. ხო რა. და ისა ძალიან ძვირიც არ არის ნორმალური ფასი აქვს. ხო, ნუ ახლა ამ მოდელში ხო პირდაპირ ვიტყვი რა, მე აქ დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს დაჟე აი ფასი ზედაწერია 95 ლარი გადავიხადე. ხო, რავი. ამ კონკრეტულ ასაწყობ მოდელში. მოკლედ თუ ვინმე საინტერესებს ესეთი რაღაცეები, კოლექციონერები იქნებით, მოყვარულები იქნებით თუ აი ბევრი მწერს ხოლმე რომ რითი დავიწყო რა არხი გადახედით ნახავთ რა. ხო, ნუ მრავალფეროვნება გვინდა რომ შემოვიტანოთ ჩვენს არხში. და მაგით მოვაკეთებთ ამ იმას. ხო, ეს პირველი ვიდეო იქნება რა ამ პროექტის. ხო, პირველი ვიდეო არის ამ პროექტის და ერქმევა სამხედრო განხრა. ხო ეგრეა. სამხედრო განხრა არ ერქმევა, სამხედრო ჯიპი ერქმევა. ხო, ნუ განშტოება თვითონ იმ ქვეის როგორ ქვია მაგას? მაგას ქვია პლეილისტი. ხო, პლეილისტი კი ბატონო. მაგრამ ამ მანქანას თალკე პლეილისტი ექნება რა. ხო. ანუ ახალ მიმართულებას ვიწყებთ მოკლედ რა. ხო. ბევრი რო არ ვილაპარაკობ. მოუცა ხო რა, მე მგონი მორჩა სხვა რაღა უნდა. ეხლა დაგემშვიდობებით არხი გამოიწერეთ და კიდე საინტერესო რაღაცები იქნება რა. ხო, და კონკრეტულად ჯიპის ბრენდზე კიდე ცალკე ეგ უკვე ცალკე ბევრი მოდელები იქნება. კი ბატონო. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.